ლამაზი დღეა რანათელი მზეა იმიტომ რომ დღეს მამაზე ბეზიბუზის მუზების დაბადების დღეა ასე მალე გავიდა ერთი წელი კაცო ირა ეს არის ჩემი ბიძაშვილების დაბადების დღე აჰა ხო და საჩუქრისთვის 20 ლარი მომიწია გაგიხუმრე ხო რა აი მე და თვასე იხუმრე ხოლმე სულ ძალიან ხო რა აი ძეცალ უკიდე საჩუქარი ვა გიდე გაჩვენა ხო 20 ლარი მომიცდა გაჩვენა ვერ ახარ ხო შე გაგიხუმრე კიდე არ უნდა მაგას რა მაიმუნი ხარ მიდი ალო ბატონო გოგი ხო დიდი მადლობა. ხო, დაიწყე უკვე ხო, ჩემი შვილების დაბადების დღის აღნიშვნა, გეტყობა. კი, გეტყობა. თან მე მგონი დიდი ხნის დაწყებული გაქვს. ხოგი ძალიან გთხოვ ახლა ხო იცი საღამოს გელოდები და შე რო იცი ხოლმე ისე ნუ აღმოიფხრები და ნუ მოკუტები რა. კარგი გენაცვალე. კარგი. წავედ. ირა. საჩუქარი ისე მოიწონათ ბავშვებს რომ ხელცარიელი ვერ გაგიშვებთ. და მასკარა. ძალიან მაინტერესებს ერთი რატო გადმოხვედი იმ ღლონტებისგან თუ პერანგების გამო გადმოხვედი რა ლაშა დავახო იქ არ ყავდნენ ჰა იქ თამარ და კეთებანი წუყვნენ აი ყოჩა ხარა თამარ და კეთევანს რაც მე 3 წელიწადში ვერ გავაკეთე ხო და ვერ გაგიშვი აქედან გამოგისტუმრე ეს ერთ დღეში ჰა აი იუბილარებიც He looks out. Ai? Vaime, დიდი მადლობა. ეს საჩუქარი ჩემგან. Vaime, დიდი მადლობა, ზურიკო, შენ ნამდვილი სტუმარი ხარ. ნამდვილი. მამა, შეხედე, მამიკო. უკვე იმდენი ვარ ამ სახში რომ ნახე ორ-ორად ვდგავართ. მამა, როგორი იყო და არტი მამა? აი ნახე, ლაპარაკი არ იცის, მაგრამ თვალებით მანიშნებს რა მაგრა ხუმრობ. მამიკო, ზურიკო, მრავალი დაბადების დღე გადაგეხადოთ ირაკლი და მრავალს და ეს წარიც. კი, თქვენთან ერთად როგორ ახლა? ასე პირდაპირ გაგებით, აქ თქვენთან ერთად კი არა. ზოგადად ცხოვრებაში თქვენთან ერთად, აი ესე. მამა, როგორი იყო მამა დაარტყი რა? ესე მამაში. აბა ზურიკო, გითხარი, როგორ მოისწრე და როგორ გეძინა პასუხი არ არის საჭირო? საერთოდ არ მეძინა. ხელიღავე ზაღლები ყებდნენ და არ დამაძინებს. ანუ მოიყვანა ალბათ და სერენადებს უმღეროდნენ. შევამე აბაზანაში. ისე სხვათა შორის რომ მიცოდი ისე სხვათა შორის მე უნდა შევსულიყავი მაგრამ შედი. მაშინ შედი შენ მე დავის. როგორ გიკადრება ხა სტუმარი ხარ შენ და შენ ნაშენ. არა, შენ შედი მე აქ დავის. არა, როგორ დაისტიკა შენ შედი. არა, გამორიცხულია. შენ შედი მე აქ დავის და მე შევაში. არავითარ შენ. მე ჯერ არ შევარ, ჯერ შენ შედი. არ შეხოთ იდგები მაშინა. ვაიმე ბავშვიანი ვარ და გამატარეთ რა. შენ ვისახებთ სტუმარი შედი. ხო, მართალია. ეგ არის სტუმარი, აბა შენ რა სტუმარი ხარ? შენ უკვე პრაქტიკულად აბორიგენი ხარ. მამა, როგორი იყო მამა დაალტი რა?
ვაიმე მარიკა ბატონო გამიცვალე რა ბავშვი ამას იუმორი გზნობა არა აქ მე მგონი გადაირიე ხო მოდი შენ ეხა იმას ეს ნოენდობი ბუნჩულა როგორ ეგრე კი არა ვინ და ენი ეს ზუზურო რა იყო რომ ჩემზე უარესია ორი ძი ხო მოვიდა ხო ხიდა რომ დაიხრი დარჩა მე ჩემო ტაქსი შევიდა ეხა იქ არის მე ახლა ანონა შეუყარა და აბა მე გეტყვის თუ მაგისტრატურაში უნდა ჩავაბარო კიდე ორი წელი მე მაცადეო მე სამსახურს დავიწყებო და ასე ვაიმე როგორ უნდა რომ ცილი დასწამოს იმ პატიოსან ბიჭს რა ესე იგი აი სპეციალურად უნდა რომ აი ესე ვისკენა საქმეა რა იმიტომ რომ ვის არის პირდაპირ კონკურენტი ამისი მარიკა პირდაპირ კონკურენტი ამისი და უნდა რომ ესე ცილი დასწამოს ეხლა რას ამბობ რა ნათესავები არიან იმ ვენესუელურ სერიალში არ არიან ნათესავები რომ ამოწყვიტეს ერთმანეთი გამოს მამიკო ნახე მამა რაც უდია რომ მამა სახელმწიფო მოხელია და არ შეუძლია ბიზნესი დაიწყოს მამა რატო აი მკითხა რატო ნახე იმიტომ მამა რომ არ ვიყო სახელმწიფო მოხელი აქ გავხსნიდი დედიკოს ნათესავებისთვის სასტუმროს მამა ხო და ასე ვიცხოვრებდი წყალად და არტყი მამა არა არიცით ისე ზურიკოზე მაინტერესებდა ხო მარიკა ხო ზურიკო რამე ცხოველს ამ ფრინველს გააქვს მე რა ცხოველს რას მეკითხები აბა რატო შეუყვარდა ანანოს ატას გავს სინაკი ისა ატას ხო კაი რომ მოდრო ასე ხაჭრის რომ შემომეშვის სახში და შენ რო შეგიცოდება და შემოუშვებ აი ეს ატას გავს ეს ნახე მარიკა რა ნახე როგორი მიდი მოდია ჩვენ სახში რა მიდი მოდი რა მოდი მოდია ვინ მიდის რო აქედა მამა არიცინის ხო ირაკლი ბავშვები ჯერ პატარები არიან და ესეთი მაღალი დონის იუმორი არ ესმით რა დედიკო როგორი იყო ნახე აი თუ არ გაიცინა თორედა ნახე ვაიმე მარიკა გამიცვალე რა ვაიმე წეღან ველაპარაკე რამინის და თურმე ისეთი კეიფი აქვს ისეთი კეიფი სამტრედიაში რომ რა ვიცი ხო კეიფი და ის უპატარძლო ქორწილია გიგლას თურმე და რატო არა ლაშა ხბორო იყო მეზობელ სოფელში გიგლა რო წავიდა ამოსაცნობად ხო იცი რამინის ხბო გამოდგა ის ხო და რამინის ისე გახარებია გადაირია თურმე უნდა აღნიშნოთ და ის ხბო დაკლეს და მთელი სამტრედია კეიფობს ხო კეთუ გავიგე და მეც უბედვიერესი ვარ ხო ესე რა იყო ახლა რა იყო ესა დასაკლავად უნდათ რა აქამდე სად იყვნენ ეთქვა ლაშასთვის ერთ წუთში იპოვიდა იმ ხბოს კარგი ვახო შენ სიცი რა ხუმრობაზე უკეთ სხვა რაღაც საქმეები გამოგდის და ბოლომდე იმას მიაწვე ჯობია მაინც კარგით ეხლა კარგი თქვენი ამბავით ვუთხარი ლაშა რამინისა ძალიან გაუხარდა მამას სახელს რო ვარქმევთ ბავშვს ხო მიშიკოს კარგი სახელია მიშიკო ძალიან ესე მართლა კარგია ლაშა კარგია ბიჭი რო გადაწყვეტეთ აბა რა ვახო აბა ეხა ბიჭი მიშიკო ჯობია გოგო პრებედინას კი რა გინდა ეხა პრებედინა მშვენიერი სახელია ვახო ჩვენ თუ გოგო გვეყოლება ხო იცი ხო აბა რა და მოფერებით მე პრებუნას დაუძახებ ასე მიშა ტორონჯაძე მიშიკო ტორონჯაძე მიშა ღლონტი ნახე უფრო კარგად ჟღერს მიშა ღლონტი აი მეცით როგორ ნერვიულობ აი მე ერთი სული მაქვს აი მე არ ვიცი აი ცით როგორ ველოდები და ერთი აი კროდის ირბენს ჩემი პატარა მიშიკო აი მე კი თუ აქ ვერ ირბენს იმიტომ რომ ადგილი არ იქნება ამან თუ ესე გააგრძელოს მაჭამა როგორ ხუმრობს დეიდა ხო რა მოხდა აი ხუმრობს მე რა მოხდა აი მეცით რა უამრავი საქმე მაქვს ხო იცი ხლა ყველაფერი წულმანები ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ რაც დაჭირდება ბავშვს ხო იცით თამრი მომისმინე მე შემახსენე უნდა ამოვიტანო აკვანი სარდაფიდან ხო ჩვენი აკვანი ხო რა აკვანი ქეთება ჩვენი აკვანი წაბლის აკვანი გვაქვს ისეთი კარგი აკვანი გვაქვს მე და თამარი რაშიც გავიზარდეთ თამრი შენ და თამარი აკვანში გაიზარდეთ? ხო აი მაკვნის მერე აღარ რაო რაიმე
იმის მერე რაო? ის არ დაგჭირდათ მეთქი იმის მერე აკვანი აღარ და ანუ კარგია ხო ის აკვანი ამოვიტანოთ ამისა ისე მართლა კარგი გარემო ამ სახში ბავშვისთვის რა. ლაპარაკს და ჭამას ადულად ისწავლის და სწრაფად. ნახე ეს არ ეშვება მაინც. ვაი მე რამდენ რამეს ვასწავლი ნიშიკოს. გამარტი მე დარწმუნებული ვარ 5 წლის ასაკში ბავშვს ეცოდინება სამტრედიის ისტორია. ხო, იუზას თავგადასავალი. ხო და ეს სიზმრების ახსნა პრებედინას მეთოდით. კეთინო. ისე შენ რა აშვები ძიძა უნდა აიყვანო? რა ვიცით ამ რიცი რა აი მაგაზე ძალიან ნერვიულობ ხო იცი ხლა დიდი საყვანი არის ძალიან საფასობისგებლო საქმე ძიძა უნდა იყოს ძალიან წესიერი ადამიანი კეთილი დაუზარელი მშრომელი რომ ბავშვს ხლა ყურადღება ხო უნდა მიაქციოს თან მინდა რომ რაც შეიძლება ახლოს ცხოვრობდეს რომ ესეთი ზედმეტი თანხა აღარ გადავუხადო და აღარ მომიწიოს თანხის გადახდა ხო და თან ძალიან ახლობელი უნდა იყოს ოჯახის ხო და ეს დაუზარელი კარგი ადამიანი ძალიან ძნელია რა ვიცი შენ რატო გეჩვენება ძნელად მე არ ვიცი მე ვიცი ერთი ადამიანი რომელიც დაუზარელიც არის ახლოსაც ცხოვრობს მშრომელია პატიოსანი და ხელშვება ასე რაღაცას ვერა ხარ შენ კარგი ლაშა რა მოხდა ხუმრობის დროა ეხლა მაცა ვაიმე თქვენ დაგავით დღეს ჩვენი ჩხეით პატარა ჩხეიცების დაბადების დღეა 1 წლის გახდა ჩემი მიმინდა მარია ხო უნდა გავიდეთ არ გავიდეთ ამრი შენ არ უნდა გახსოვდე ყველაფერი მე უნდა შეგახსენო არა მე კი არ გეჭყობები მოგივით ხო გავიდეთ ხო კი უნდა გახვიდეთ ქეთემან თამ აბა თქვენ თუ არ გახვიდით პატარების დაბადების დღეზე მარტო ჩვენ რა ჩვენ ვისხდებით სუფრაზე და თქვენი მანეში ითამაშებთ სანდრო რა გჭირს ვის ალაპარაკები ჰა ვის ალაპარაკები ჩემ თავს რა ომერი სალმე იცი რა დამემართა რა აი წეგან ჩემთვის პატიოსნად ვიდექი შუქნიშანზე აი თომ წვანე მე ვდგევარ უკნიდან მისიგნალებენ ეს წადიო მეძახდნენ და მე აღმოვაჩინე რომ მანქანით კი არა ფეხით ვიდექი სალო მე რა როგორ დავკარგე მანქანა სანდრო როგორ დაკარგე რა როგორ არ გახსოვს სადატოვა რა ვიცი მე აი არაფერი არ მახსოვს საერთოდ აი ეგრე როგორ შეიძლება რა ზურა შენ დაჭიქი მე ხელებს დავიბან და ეხავე მოვალ კარგი გამარჯობა ზურა დაჭიქი რა ხდება კარგი და ახალი ახალი ის რომ ერთი გოგო მომწონს ვა კარგი ის რომ მე მგონი მასაც მოვწონო ოღონდ ჯერ ერთმანეთს არ ვეუბნები რა ქვია ანან ვიცოდი ვა ხედავ შენ ანანო გაიგე შენ ახალი ამბავი აი ველაპარაკებოდი და წარმოგიდგენია ვიღაც გოგო მომწონსო იმასაც მოვწონვარო და რა ქვია ანა ანანო მე მგონი ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ აუ ვიცით მე ქალაქგარეთ წავიდეთ ხო აქ მოწყობილობა მე ვიცი ქალაქ სიგნაღში წავიდეთ სიგნაღის სიყვარულის ქალაქია არა ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ მოგწონს ერთმანეთი და სიყვარულის ქალაქი რა ვიცი კარგი მაშინ საგარეჯო მოწონების ქალაქი სანდრო კარგი რა საგარეჯო წავიდეთ რა სიგნაღში ხო წავიდეთ ზურა რა ვიცი არ მცალია სანდრო არ წალიო ანანო შენ ხომ წამოხვალ რა ვიცი მე მგონი კარგი იქნებოდა
ო მეც ვფიქრობ რომ კარგი იქნება კარგი თან მე არა ვარ ნამყოფი სიღნაღში ой მე სანდრო იცი რა ლამაზია როგორ არ ვიცი რა ლამაზია ვიცი რომ ძალიან ლამაზია აუ ის რო არის ქვაფენილები და მოედანი რა მაგარია შადრევანი როა იქ აი მან დავტოვე მანქანა სანდრო ბოლოს რა თქვენ შენც გაიგონე გავიგონე ვაიმე სიღნაღში მყოფი ვარ და იქ დამჭა მანქანა ეხლავე უნდა წავიდე ვაი მე სანდრო რა გამახსენდა დღეს ხო პატარა ჩხეიძეების დაბადების დღე და საჩუქრებიც არ გვაქვს ნაყიდი აი მე ანანო არა უშავს გეხვეწები იქ ვიყიდოთ რა წამოვყევით მარტოს ნუ გამიშვებთ კიდე რამე დამრჩება ესე იგი წავიდეთ შენ თუ გინდა წავიდე არა ზურა შენ თუ გინდა წავიდე არა შენ თუ გინდა წავიდე მე მაშინ წავიდეთ გაიარები არა პირველი შენ გაიგე მე გავიარები რომ მაშინ მანქანაში შენ ჩაჯექი პირველი არა შენ ჩაჯექი პირველი კარგი და აქ ვინ გავიდეთ შენ გახვალ პირველი აქაც მე პირველი ხოლმე ნახე ანანოს ახალი მოუთვინიერებია იცი რა უნდა გითხო? რა? ჩვენც ასეთები ვიყავით თავიდან? ვაიმე ძალიან მწხვენია. მეც. მე ძალიან მომეწონა სიღნაღი, ძალიან ლამაზია. მართლა სიყვარულის ქალაქია. სიყვარულის ქალაქია, სიყვარულის ქუჩები, სიყვარულის სახლები და მეც ახლა ავდგები და სიყვარულის საპირფარეშოში შევალ და აუ ის მარტო მეც იცი როგორ მომწონს სიღნაღი. თუმცა ცალობ დღეს ძალიან მაგარი რაღაცა მომაფიქრა. სიღნაღში უნდა ცხოვრობდეს ირაკლი. ეხლა რატო? სიღნაღს ხო გარშემო გალავანი არა? ჩაკეტავდა ჭიშკარს და მარიკას ნათესავები ვეღარ შევიდოდნენ. ой მე ზურა შენ ძახალი. შეგი არაფერი ამათ არა აქვს რა. რა იყო სანდრო? რა და ხავლა და ღომი მინდოდა და არ ქონდა და აი მოვედი სიყვარულის მაგიდას. სანდრო ერთი სიყვარულის მწყერი მომაწოდე თუ შეიძლება. აი მე ანანო შენ ფინველებს ჭამ შეხედე საწყალი მწყერი არ გეცოდება როგორია. მე მოიცარა სანდრო რა. ძალიან ლამაზი ადგილებია რა ანანო. ძალიან ლამაზია რა. მოგწონს. ძალიან მომწონს. მეც ძალიან მომწონს, მაგრამ რა? სიღნაღი მომწონს. ძალიან ისე კარგია, მაგრამ აი ამ ქვაფენილზე ასფალტს თუ დააგებენ, უკეთესი იქნება. ისე შემაშინ არა უშავს, მაგასაც დააგებენ. კი. ხედა, გვერდი, შადრევანთან. ხო. მაჩის ბიუროროა. ხო. ვაიმე სანდრო მთელი ცხოვრება ამაზე მოცნებობდი თან სიყვარულის ქალაქში. ნახე. ესენი ხო აქ არიან? შევიტყუო და ხელი მოვაწერინო და როგორია? ძალიან მაგარია სანდრო, ძალიან. როგორ მოიფიქრე? აი ეს გამეხსნა. ой მე სანდრო ფეხი როგორ გაქვს? მტკივა ცოტა კიდე. აბა რა გიქონდა ძეგლს რომ მივარდი და ბენჟამენ გლონდეს ვირზე რო ძრებოდი სურათი უნდა გადავიღო. უიცოდე ის კაცი ძეგლი ღლონტია? ხო. ისე თამარი გავს მაგას. ორა кай ვქენით რა წამოვედით ძალიან მომწონს. თან სანდროს მანქანაც ვიპოვეთ. აბა. არა ისე კაცო. როგორ დამჭა ეს მანქანა? რა? რა? რა არის სანდრო? მანქანის გასაგები. აუ სანდრო, კარგი რა და გამეხსნა. აი ესე არა და არ გაეხსნა. ხოიუზა. არა, ხოიუზა გისმენ მეთქი, თორე ბავშვს მიხეილს ვარქმევთ. ხო, ლაშა მოიფიქრა. ვოქრო კი არა ბაჯაღოა. შემზამას რა უთხრა. კარგი, მოიცეთ, ლაშა, მოდი იუზა გეძახის. შენ დაელაპარაკე თამარ. რაზე ხ მაინც ვერ ხვდება და. ოქროს ბიჭუნი, მოდი. მოდი. იუზა. ალო. ხო იუზა. მადლობა. კი ბიჭია. ხო.
რაო რას თლი? ვერ გავიგე რას თლი თქო? არა, კარგი უზად ყველან უწოლობ რაღა დროს ეგენია, პამპერსებია უკვე, პამპერსები. ხო. პამპერსებია მეთქი უკვე, პამპერსები. კარგად თქო, კარგად იუზა, კარგად. ლაშა დაჯექი. აი ეს ჩვენგან პატარა მიშიკოს საჩუქრები. აჰ, მადლობა, მადლობა. ნახე. აი ეს. ავარჩიე მე სპეციალურად, მაინც ახლა ცისფერი ხო იცი, ბიჭისფერია და ახლა ვარდისფერი გოგოსფერია. კი, ვარდისფერი გოგოსფერია, კი. ნახე. შეხედი? აი მინახე რა კარგი წინსაფარია, პატარა და საყვარელი. შეიძლება არც კი დაჭირდეს მიშიკოს ეს წინსაფარი, იმიტომ რომ მთელი საჭმელი შეიძლება მამიკომ შეუჭამოს, მაგრამ რა ვიცი, მაინც ვუყიდე. ხო, იცი რა არის თამარ? იცი რა არის? მანეში ჩავსვათ ლაშა ჩვენ. ხო და ჩაუყაროთ შიგნით ბევრი საჭმელი. ხო და ჩუმად იქნება ხმას არ ამოიღებს საერთოდ მთელი დღე. აი მე ნახე შენ ლაშას გასუქება. ის ბავშვის კვებაზე რო გადავა. და ფრთხილად უნდა ვიყოთ თამარ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაინც ახლა საწოვარ არ მოპაროს ბავშვს რა. ხო. აიყო რა წამესი ცოლქმარი რა იყო რა. ერთი სიტყვა არ მომაღებდა. ვარჯიშობდით სახლში თუ რა ხდებოდა. კარგი ვახმა გვეყოფა უკვე ნოკდაუნშია. აი პრებედინა მაჩუკა მიშიკოს წინდები. ნახე. რა პრებედინა მაჩუკა, ხო კარგად ახარ თამა. მოქსოვა, როცა ცოცხალი იყო და დაგვიტოვა და დაგვიბარა და გვითხრა, რომ პირველ შვილს აჩუქეთო. პირველ. ბახო. შეხედე. ეთყობა ეს გრძელი წინდის მოქსოვა უნდა და ამისთან და ძაფი დააკლდა. კარგით, ეხლა კარგით, არ არის პრებედინა თქვენი სასაცილო რა. იცით რა საქმიანი ქალი იყო და ერთი წუთი არ ისვენებდა. ხო? ეთყობა მაგას გავს ვახო. ნეტა ცოცხალი ყოფილიყო პრებედინა, რა დიდი ბებია ეყოლებოდა მიშიკოს. ნეტა. კარგი. არა უშავს, სამაგიეროდ თამარ ორი დეიდა ეყოლება მიხეილს. თამარი დეიდა და ვახო დეიდა. რა ვახო დეიდა? ბოდელობ რაღაცებს. კარგი, დაწმენდი. ხო, დამშვიდი, ნუ გეშიდე მე მიხეილს გავაფრთხილებ და ხალხში ბიძიას დაგიძახებს. დიდი მადლობა. კარგი რა ლაშა. სად არის ქეთინო? არ ვიცი, მითხრა რომ სადღაც უნდა წავიდეო და მალე მოვალო და რა ვიცი. აი ცოტა ხანში მიშიკო გვეყოლება სახლში, ვაი მე ერთი სული მაქვს, ვაი. აი ძალიან მაინტერესებს პირველად რა სიტყვის, დედას თუ დეიდას? დეიდას იტყვის, თან პირდაპირ წინადადებაში იტყვის დეიდას, რომ დეიდა გააჩუმეთ დამღალა რამდენს ლაპარაკობს. არა, დეიდაზე მაგას არ იტყვის. ერთი მაგან ლაპარაკი ისწავლოს და თუ არ იტყვის მაგასაც განახე. შენი ჭერი. ირაკლი, დედა ჩემს დაურეკავ რომ მოვიდეს, ხო? ძალიან უნდა. ვაიმე, მარიკუნა. მოდი ასე მოვიქცეთ ჩვენ. ხვალ მოვიდეს შალონა. ხვალ მოვიდეს, დედა ჩემიც ხვალ მოდის და შალონაც ხვალ მოვიდეს. მოდი დღეს ვიყოთ ყველა კარგ ხასიათზე, ხა? ხო შეიძლება? კარგი, რომ გაუხარდებოდა და. არა, ვიცი რომ გაუხერდებოდა ბეგურა, მაგრამ ჩემი შალონა არის ვაშკაცი ქალი, ხო და მე ვიცი რომ ამას ყველაფერს ვაშკაცურად გადაიტანს. ახლა სად არიან ჩვენები? ქეთევანი სად არის? მოვა? კი, მესიჯი გამომიგზავნა ახლა ირაკლი. ხო. მესიჯი გამომიგზავნა რომ უკვე მოვდივარო და მოვა მალე. აჰა. ირაკლი, რა არის იცი? მე მგონი ამასაც ეძინება და შევიყვან დავაზინებ, ხა? მიდი, დააწვიდე დაიძინებს, მიდი. მიდი, ჭკვიანია ეს მამაჩე ბაჭი. მიდი. მარიკა. ხო. მარიკა და ისინი სად არიან? რა ქვია იმას? სანდრო, ანანო, დათო, ზურა, სალომე, ჰა? დათო მოვა, თან სიურპრიზი მაქვსო და დანარჩენები იყვნენ სიღნაღში და ალბათ ისინიც მოვიდნენ. ხო, სიღნაღში სანდრო დამირეკა დღეს, ხო, დამავიწყდა სიღნაღში მივდივარ ისე მარიკა, ჰა? ამ კახეთ შაჰაბასი არ ეყოფოდა სანდრო და ანანო რო არ შესეოდა.
კარგი. ჩუათო. ლაშა. ისე მაგარი მიზეზი გვაქვს ახლა ჩვენ საკეიფო და დროს ნუ დავკარგავთ ძალიან ხო? ბატონო ლაშა. კი. ეხლა ხო სერიოზულად ვიკეიფებთ, ირა? შენ იცი როდის გველოდება კიდე სერიოზული კეიფი? როდის? ჩემ პატარა მიშიკოს რომ მოვიყვან. აი, სადარია ნინდა მარიამი პატარა იუბილეები სადარია? და ხო საჩუქარი? ხო. ხო. პერანგები, ესეთი კოკოს პერანგები ნინის და მარიამს ხო. მარიკა რო დაუპატარავდებათ გარეცხავ გაუთავებ და შემოიტან ჩვენთან მიშკოს. არ არის პრობლემა, არ არის. ხო. თამარ, რა არის იცი მიშიკოს ეხლა გოგოს პერანგები არ ამგონია რომ დაჭირდეს და რო დაუპატარავდებათ შენთვის შემოიტანენ რა. შენ ეხლა ბავშვები დავაწინე. მე გავაგო ხო? გაღირა. გილოცავთ. რა სახეები გაქვს? რა? ო ეხა ჩვენ ვიყავით სიღნაღში. მე? მაგრად დავლიეთ. ელიზა მეძი და ირა არაფერი არ მაქვს. ირაკლი, იცი რამდენი დავლიეთ? უი, მარიკა, ეს თქვენ. მარიკა, აბა ნახეთ, მოგეწონა. და ჩვენი ფრანკი მადლობა. აბა, ნახოთ როგორია. დიდ რა ლამაზია. ვარდისფერი არის გოგოსფერი, გოგოს. ეხლა ძალიან. კიდე რო? კარგი ძალიან კარგი, მაგრამ მე ისეთი კარგი პერანგები მოუტანე. რა? ირაკლი. თამარ. რა? ნახეთ ეს. მოიცა? რა არის? სანდრო. რა არის? რა ხდება? ოჩახ სანდრო და სალომე მახარაძეებო. ხორცინების მოწმობა. ესე იგი, სიღნაღში წახვედით ხელის მოსაწერად და ჩვენ არ გვიხარით, ხო? ირაცაო, რა მახსოვს რა? მიდი ჩაეხო. სალომე, გილოცავ ცოლობას. ჩემი ცოლია, ანანო. ზურამ და თქვენ? ჩვენ, ვაი. არა, ჩვენ არა. ჯერ არა. ნუ ჩვენ გაირაკლეთ, წამოიყვანს. აი ხოლია. ხო. ამისთვის გაიპარეთ სიგნალში არა? არა, მაგისთვის კი არა, მანქანა ხო და ირა კიდე მანქანა დამჯანარ. ანდრო, კარგი რა, შენ კიდე რა მოგივიდა? უკვე მეტი სერიოზულობა გმართებს სანდრინიორი, ცოლიანი კაცი ხარ, დაიმახსოვრე რა. ირა. ნახე რა დავიმახსოვრე. რა. მე ცოლიანი კაცი ვარ, მე ლონდონში ვსწავლობდი. გინეცელი შენ, კარგად იქნება. არადი, ნუ გეშინია სანდრო. აბა, კეიფი იწყება, ქალები დატრიალდით, ქალები. მოიცა, სადა ქალები მე. გამხდარი გოგო, ჩემი ცოლია რა. გენაცალი, დასხედით, ვიდი. მოდი, დავიდე, დაასხით რაღაცა, აჭერით. მიდი. ბათო. მოდი. შემოდი. ვერ შესმა. მარტო არა ვარი რა. მარტო არა ხარ? ჯიბო, შემოდი, ჯიბო. რა ჯიბო. აბა? ისა. ეს
გოგო არა ეს რა დღეა დღეს? ეს გამაგიჟებთ, ამანაცოლი მოიყვანა? არა კაცო, რა ცოლი რა დაგიმართა. მეგობარი. გოგონა რა. რაიმე დაცო, მე სიცხვილია შემოიყვანე, რასელოდები? ია მეგობარი გოგო. შემოიყვანო. გაიწიეთ იქით. მოდი. ბატონო ერაგ. ეს მაიკოს არ გავს? ვენ არიცით ეს რა გოგო? მოდი გოგო, მოდი. ვენ არიცით ეს რა გოგოა? მოდი, დაჭი. კი მაგრამ კაცო, ნუ იქცევი აქ ბავშვი. ასე როგორ მოახერხეთ რომ არავინ არაფერი არ იცოდა, ჰა? ეს ეხა შეთან ხო მოდიოდი სამსახურში. სად მოდიოდი სამსახურში? მე ეშებთან კაბინეტში არ მინახავს და სად მოდიოდი? შეთან კაბინეტში რა გამიდოდა მე. მაიმუნოში, წამოდი, მიდი, დაჯექი, დაასხით, კაცო, დაასხით, მოდი. დავახია დღეს ძალიან მაგარი დღეა რა. ხო. სანდრო სალომე მოიყვანა? აჰა. დათო, მაიკოსთან ერთად მოვიდა? ხო? ნახე, ლაჟიკო. ნახე რა წვილია, ჰა? მოდით თქვენ, მოდით, კაცო, მოდი. ასაკეთები ისინი. ირა, ესენი ხო წვილები არიან, ირა. ეს თო, მაგარი წვილები. ახლა აქეთ ნახე, აი, აქაც ორი წვილი, აი, ირა. აქ არის ახლა გეტყვი მე როგორ არის. ახლა უყურე, აქ აი ესეა რა. დაასხი შენ, დაასხი. მიდი, ირა. რა მინდა გთხოვ? დაბანებე თავი 20 არაბა ქაღალცილარი. არა კაცო, რა 20 არა მე უნდა გთხოვ. კი ბატონო. შენთან მუშაობს ჩემი ძალიან ახლობელი და ხელფასი მოუმატე რა. ახალი სამაიმუნო მოძებნე ხო ეხლა, ხო? კიდე ნახე, იცი, კიდე დავისწავლეთ. რა ისწავლეთ? ახლა დავამუღამე. აბა. კარგი ხარ. მიდი მოემზადე. დადიქიმა. ხო. მოემზადე? ვიცი. აბა. ირაკლი. მათხვე შენი პერანგ. კი. ერთი ჭკუის ხართ რა, ერთი ჭკუის. ჩემ პრინცესა ხო არ მოვიდა? არ ვიცი, მოდი, დაასხი. მოდი, საფხარ, მოდი. აი, ჩემი პრინცესა. მოდი, კეთო, მოდი. ლაში, მოდი, რაღაც უნდა გითხრა. გაიყო ქეთინო. ხო. იცი ლაშავ, ექიმთან ვიყავი. ვაიმე და! დაწნარდი, თამრი, დაწნარდი. ლაშა. ფეხმძიმედო არ. ნახე, ირაკლი. ეს დაგეწიე. რაში დამეწე? მალე მეც ორი შვილი მეყოლება. მოიცა. ტყუპებს ელოდები? არა. ტყუპებს არ ველოდებით, მაგრამ მიშიკო ხო, ჩვენი შვილი. ხო. ამდენი ხანი ველოდებოდით მე და ქეთევანი და უკვე შეგვიყვარდა და მიშიკოსაც ვიშვილებთ.
მოვიდარდე ხო? უყურე მაგ. დაასხე ხა ირაკლია, დაასხე, კანცი მოიტანეთ, კანცი. მიდი. კანცი არ გვინდა. აბა რა გინდა? ბევრი ბალახი მოიტანეთ. ბევრი ბალახი მოიტანეთ და აი აქ დაყარეთ სულ ბალახი იყოს სულ დაყარეთ. ბალახი რა გინდა? რაც მინდა და სულ მალე აი აქ შემოვლენ ამ ოთახში კრავი და მგელი და ერთად მოძოვენ ბალახს.